იუსტიციის სამინისტრომ 2013 წელს შეიძინა მხოლოდ 2 მანქანა, 2 შკოდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს დაუჯდა 82,000 ლარი. მეტი მანქანა ჩვენ იუსტიციის სამინისტროში არ შეგვიძენია და არ შეგვიძენია, რაც თავია ძვირადღირებული მანქანები. ეს ერთი. რაც შეეხება პრემიებს, ამ მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის მეც, მივყვებით იმ წესს და ტრადიციას, რომელიც მიგვითითაა და დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა. პრემია არის ჯილდო და პრემია არ არის ფუფუნება. დიახ, იუსტიციის მინისტრმა მე გავეცი საახალწლო პრემიები იმ საჯარო მოხელეებზე, ვინც დღე-დაღამე მუშაობს ქვეყნის სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქაც ეკონომიურად იქნა ფული დახარჯული, იმიტომ რომ 9 მილიონი ლარი საპრემიო ფონდიდან იუსტიციის სამინისტრომ ეკონომია გააკეთა და საპრემიო ფონდი ჩვენ არ დავხარჯეთ მთლიანად და ხაზინას 9 მილიონი საპრემიო ფონდიდან დავუბრუნეთ დეკემბერში. საახალწლო პრემიების გაცემა იყო აუცილებელი, მე ამას არ ნანობ. პირიქით, ყოველ ახალ წელს მიმაჩნია, რომ ყველა იმ მოხელემ, რომელმაც მთელი წელი იმუშავა რეფორმებისთვის, მთელი წელი იმუშავა პროგრესისთვის, ის დიახაც ახალ წელს უნდა დაჯილდოვდეს და ამაში არაფერი სასკანდალო არ არის.